მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია გადაცემა ახალი პარადიგმა. მე მისი წამყვანი თენგო ომანიძე გახლავართ. დღევანდელ გადაცემაში ჩვენი სტუმრები იქნებიან იურისტი ბატონი გიორგი გვასალია და პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი ბატონი თემურ პიპია. მოგესალმებით ბატონებო და დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ბატონ გიორგი, თქვენგან დავიწყებ საუბარს. დღეს ცნობილი გახდა საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის საქმეზე. ამ შემთხვევაში საუბარი არის სახელმწიფო ქონების გაფლანგვის საქმეზე, ეგრეთ წოდებული პიჯაკების საქმე რო დაარქვეს, თუმცა აქ მარტო პიჯაკებზე არ არის ლაპარაკი, როგორც სასამართლოს მასალებით ირკვევა, დაახლოებით 10 მილიონის ქონება არის გაფლანგული ისეთ საკითხებზე, რაც ემსახურებოდა სააკაშვილის ან მისი ახლო წრის პირად კომფორტს, მათ რაღაც ფუფუნების საგნების შეძენას და ასე შემდეგ. 9 წელი მიუსაჯა სასამართლომ სააკაშვილს, რაც ნიშნავს, რომ მანამდე მას ჰქონდა 6 წელი მიჯილი და დაემატება სასჯელზე კიდევ 3 წელი. მოკლედ რო ვთქვათ 2030 წლამდე დღეს მიჯილი განაჩენით ამ ადამიანს მოუწევს საპატიმროში ყოფნა და თან მის მიმართ კიდე არის მიმდინარე საქმე 7 ნოემბრის საქმეზე, ჯერ არ ვიცით რა განაჩენი გამოვა. როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანია ეს გადაწყვეტილება, რამდენად ქართულ საზოგადოებაში რამდენად გააჩენს ეს იმის აღქმას, რომ აი მართლაც ეს დამნაშავე, რომელმაც 9 წელი ძარცვა ქვეყანა, იღებს ახლა დამსახურებულ სასჯელს. აი, გააქვთ თქვენ პირადად ასეთი განცდა, საინტერესო იქნება. ეხლა საერთოდ არ მინდა რომ წიხლის დაჭერა გამომივიდეს რა, მაინც დაჭერილი კაცია და იმიტომ რომ მე რომ ეხლა ჩემი განწყობა ვთქვა მართალი სინამდვილეში რაც არის, ხო? როგორც აღვიქვამ ამას ყველაფერს. მე შეიძლება მე ვეღარ ვნახოთ სხვაობა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და ჩემ შორის. და ამიტომ არ მინდა, მაგრამ ჩემ სათქმელს მაინც შედარებით ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა ეს არ არის ის სრულფასოვანი აღქმა იმისი, რომ მან დაუშვათ საკადრისი სასჯელი მიიღო დღევანდელი გადაწყვეტილებით. იმიტომ რომ და ეს რა არის, იცით, ერთი მხრივ რამდენადაც ძალიან იმ ადამიანისთვის, რომელზეც მთელი საქართველო იყო დრო, ერთი მომენტი იყო, ძალიან ერთეულები ხედავდნენ მის ნამდვილ როლს, დაუშვათ ქვეყნის პოლიტიკაში მის ნამდვილ როლს, მაგრამ უმეტესი ადამიანებისთვის, ხო, მაშინდელი, აი 9 წლის წინანდელი თუ 12 რამდენი წელი გავიდა უკვე 12 ხო დიდი იმედებს ამყარებდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ დაუშვათ ის მეორე აღმაშენებელი მოვლენა ქვეყანას. კი ბატონო. და ამ დროს რა მიიღეს 9 წელიწადი მე ერთადერთ ხანდახან ხუმრობით ვიძახი, რომ მისი მადლობელი ვარ მეთქი სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის. მადლობელი ვარ იმ გაგებით, რომ არ მენახა ის მთელი არაადამიანობა იმ 9 წელიწადის, რაც გამოაიარა ჩვენმა ქვეყანამ მათი მმართველობის დროს, მე ნამდვილად ძალიან ბევრ იმ დონის განათლებას, რასაც დღეს მე ვფლობ და იმ წიგნებს, რაც მე წავიკითხე, ხო, შეიძლება არც ერთგვარი ბიძგი აღმოჩნდა ის ჩემთვის. მაშინ აი ამაში პოვე შვება და რაღაცნაირად გავქცეოდი იმ რეალობას, იმ ძიმე რეალობას და ჩემ მიკროსამყაროში ჩავიკეტერო და აი ამ წიგნებმა და ეს იყო ამ წიგნებმა შემდგომში მიმიყვანა ლენინის, სტალინის, ტროცკის და კომუნიზმის კომუნისტთან. ანუ ერთგვარი გადაფასების, ყველაფრის გადაფასების საფუძველი გახდა. ძალიან საინტერესოა, აი მეც ვფიქრობ, რომ აი ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ადამიანს რაღაც დიდი კრიზისი დაუდგება ცხოვრებაში, რამე ესეთი რთული მომენტი, ალბათ ეგ არის ხოლმე შემდეგ, ხო, მომენტი, რაც იწვევს მანამდე არსებული შეხედულებების გადაფასებას. აი თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა ეს, დაუშვათ, რა დაინახეთ ისეთი
იგივე აი სტალინის ეპოქა ახსენეთ, ძველი ეპოქა ახსენეთ, ისეთი რაც მაგალითად მანამდე არ შეგიმჩნევიათ. ჩვენ ხო ვიცით რომ აი ჩვენ ესე გვასწავლიან ყოველ შემთხვევაში რომ სტალინური ეპოქა ეს იყო რაღაცა ძალიან სისხლისღურის ეპოქა, როდესაც ადამიანებს უბრალოდ ხმის ამოღება ეშინოდათ, უბრალოდ აზრის გამოხატვა ეშინოდათ, მხოლოდ რაღაც წარმოთქმული ფრაზის გამო შეიძლება დაიხვრიტეთ და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე გვასწავლიან. აი თქვენ რა დასკვნებამდე მიხვედით, როდესაც ამ მოდით რა აი გულწრფელად გეტყვით, აი რაც მე ხო ყველაფერი ამის უშუალო მონაწილე ვარ რა და თან ისეთ სამსახურში მსახურობდი მე სისხლის სამართლის სამძებროში, ოპერატიულ სამსახურში რა, რომ მე მახსოვს ერთი პერიოდი უკვე ჩვენ ოპერატიულ თანამშრომლებს ხუმრობათაც გვექცა. სანამ ესენი მოვიდოდნენ სათავეში ნაციონალური მოძრაობა, ხო? აი ამ ინსტიტუტებმა, ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუტებმა და ამიმან იქამდე მიიყვანეს რომ ხშირად ბატონ თემურ აი დაკავებულ პიროვნებას ხო ვეკითხებოდი ძალიან დიდი ბოდიში აი რომ გაწუხებთ რომ შეგაწუხეთ და ნუ მოკლედ აი გასარժებამდე მიდიოდა უკვე ჩვენი მათთან ურთიერთობა ამ დროს ადამიანი არის რაღაცა მტკიცებულებები გვაქვს ყველაფერი მაგრამ ეს ყველა და ისეთნაირად იყო წარმოჩენილი რომ თითქოს ჩვენ რაღაც კაცი ჭამიები და ისეთი ის ვიყავ ანგელოზებთან ქონდათ ურთიერთობა და შემდგომში ესენი რომ მოვიდნენ და ამათმა რაც აკეთეს ხო იმ მომენტში რაღაც მეც რაღაც მეხამუშებოდა რომ მეთქი რაღაც ძალიან ისე ხო არ ჩანوار რომ რაღაც აი ზედმეტად ვაკეთებ რაღაცებს და ზედმეტად ვაქტიურობ ან რაღაცა არასწორს ვაკეთებ და ის მაგრამ მე რაც ამათმა რაც იმ პერიოდში ხდებოდა და რაც აი ეს 9 წელიწადში ეს რა ვიცი გათელილი იყო ხო ყველანაირი ადამიანის უფლებები ფეხქვეშ მე ვიფიქრე რომ ნუ მეთქი ალბათ ჩვენ მე მეთქი ანგელოზი ვარ ამათთან შედარებით რა ხო რასაც ვაკეთებდი იმიტომ რომ ნუ ეხლა ჩვენ მე არ ვიძახი რომ სიმკაცრეს არ ვიჩენდით და უშუალოდ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდებოდა კანონის ფარგლებში ეს არ იყო ესე რომ იქ შენ არავინ არ მოგცემდა იმის უფლებას რომ შენ სამასუდ ხო და შენ ჭკუაზე გემოქმედა ყველაფერი კანონის ფარგლებში მაგრამ ეს ისე ქონდათ აი ამ როგორც აი გაპიარებული ისე იყო და როგორც დღევანდელ დღეს ხო უკვე ყველაფერი გაირკვა არა რომ ესენი ამათი თავარი იარაღი რა არის რომ სინათლე სიბნელეთ წარმოაჩინო რასაც უყურებთ დღეს ხო რაც ხდება ხო აგერ ამერიკული კანონი ერთ-ერთი გადმოღებული, ნუ იმაზე იძახე რუსული არისო და ეხლა წარმოიდგინეთ რა ადვილი იყო იმათვის მაშინდელი ოპერატიული სამსახურის დაშანტაჟება რომ ოდნავ რაღაცა ოდნავ სისხლის მსმელები მაგრამ მე თვითონ საფუძველი ხო ექნებოდა ამ ყველაფერს რამე აი მაგალითად სააკაშვილამდე სისტემა რაც იყო საქართველოში ეს იყო ჩვენ ვიცით ყოველ შემთხვევაში როგორც ამბობენ ეს იყო აი საბჭოთა სისტემის ერთგვარი მონაშტი ერთგვარი გაგრძელება რომელშიც არაფერი შეცვლილა და ის საბჭოთა სისტემა ცნობილი იყო იმით რომ სწორედ ადამიანის უფლებები იქ იყო საერთოდ ნიველირებული ესე გვასწავლიან ჩვენ აი თქვენი გამოცდილებით როგორ შეგვიძლია მე გეტყვით ერთ რაღაცას მაშინდელი სახელმწიფო კომუნისტური სახელმწიფო დაინტერესებული იყო რომ დანაშაული არ მომხდარიყო. დანაშაულის პრევენციაზე იყო გამახვილებული ყურადღება. ამის გულისთვის სპეციალურად შეიქმნა ერქვა პროფილაქტიკის სამსახური. და თან რატომ საიდან ვიცი ეს პროფილაქტიკის სამსახური რო შეიქმნა და ეს სპეციალურად რო აი დანაშაულის პრევენციისთვის შეიქმნა. იმიტომ რომ ბიძაჩემი ნუგზარ ქავთარაძე პოლკოვნიკი იყო. პოლიციის. ხო, ამ პროფილაქტიკის სამსახურის უფროსად დაინიშნა მაშინ პირველი უფროსი და ეს თან ჩამშა და თან ახლა დღეს უკვე ანალიზს ვაკეთებ რატომაც იყო შექმნილი. თან ამ დროს რა იყო? აი ოპერატიული მუშაკისთვის როგორ და სხვაობა რომ დაგანახოთ უბრალოდ მაშინდელსა და დღევანდელ მიდგომას სახელმწიფოსი დანაშაულისადმი რა. Სეგი, როდესაც დანაშაულებრივი ჯგუფის დამუშავება მიმდინარეობდა,
ხო ჩვენ ოპერატიული მუშაკები ვალდებულები ვიყავით აი მაგალითად კონფიდენტი ანუ პიროვნება რომელიც მათთან ერთად მუშაობს და ჩვენთვის საჭირო ინფორმაციას მოიპოვებს გვეუბნება რომ აი ხვალე მაგალითად აი საქართველოს ბანკზე უნდა მოახდინონ სიტყვაზე ვამბობ ხო დაუშვათ თავდასხმა მე ოპერატიული მუშაკი ვალდებული ვიყავი რომ დავალება მიმეცა მისთვის კონფიდენციალური პიროვნებისთვის რომ მას ჩაეტარებინა გასაუბრება იმ განხრით რომ ყველაფერი გაეკეთებინა რომ დანაშაულზე აიღო გადაეფიქრებინა აი ამ ჯგუფს დაუშვათ დანაშაულის ჩადენა ანუ მე ვალდებული ვიყავი და ისიც ვალდებული იყო ეს სამუშაო ჩაეტარებინა ჯგუფთან დღევანდელი სახელმწიფო დღევანდელი წყობა სახელმწიფოს ახლა როდესაც საუბრობ ისე არ გამიგოთ რომ მაინდა-მაინც დღევანდელ ხელისუფლებაზე ეს ხელისუფლებაზე ეს სისტემა დღევანდელი ანუ კაპიტალისტური სისტემა ის იყო როგორც იძახიან სისხლისმელი სისტემა ხო კომუნისტები ან და აი სისხლისმელი კომუნისტები ზრუნავდნენ რომ ადამიანის საზოგადოება დაცული ყოფილიყო დანაშაულისგან და საზოგადოებისთვის აერიდებინათ დანაშაული და ეს საოცრად დემოკრატიული საოცრად ჰუმანიზმის უმაღლესი პრინციპების მაღიარებელი დემოკრატიული საქართველო პირიქით დაინტერესებულია დანაშაულის ჩადენაში რომ პიროვნებამ დანაშაული ჩაიდნოს რატომ იმიტომ რომ რაც მეტი პიროვნება ჩაიდენს დანაშაულს მით მეტი საპროცესო გარიგების დადების საშუალება იქნება და მით მეტი ფული შევა ამის გამო იმაში სახელმწიფოს ბიუჯეტში აი ჩემო ბატონო თენგის რასთან გვაქვს საქმე ის სისხლისმე კიდევ ერთხელ გავიმეორებ კაფიოთ რომ ყველა მიცოდეს ის სისხლისმელი სახელმწიფო კომუნისტური სახელმწიფო ორიენტირებული იყო და სამსახურებს ქმნიდა პროფილაქტიკის სამსახურის შექმნა სპეციალურად რომ დანაშაულის პრევენცია მომხდარიყო და დანაშაული არ ყოფილიყო სახელმწიფოში რათა მოქალაქეებს იმ ქვეყანაში მაცხოვრებელ მოქალაქეებს ლაღად ეცხოვრათ და შვილების და მოხუცების გაშვება გარეთ არ შეშინებოდა არავის და აი ამ დემოკრატიამ ამ საოცარ რა ქვია ჰუმანიზმის ყველაზე მაღალი პრინციპებით ის დაინტერესებული არის ეს ეს არის უბრალოდ ცინიზმი ეს არის ფარისევლობა ეს არის იმიტომ არის მე ვერასდროს ვერ შევეგუები რა კაპიტალიზმს ვერასდროს ვერ შევეგუები ამ წყობას იმიტომ რომ მე იმ წყობაში ვარ ნაცხოვრი და ნაცხოვრი ვარ სისხლსავსე ცხოვრებით საქმეც ამაშია ის არისო მე უბრალოდ აი დილას გავიღვიძებდი და მე დაღამებას უსწრიდი მე თელი ჩემი იმით ვიყავი ჩართული ჩემი სამსახურიდან გამომდინარე და მე ეს ყველაფერი ვიცი ჩემ თვალწინ ხდებოდა ბატონო თემურ ეს ყველაფერი ხო თქვენც ჩვენ აი ერთ და თითქმის ერთთაობის ხალხი ვართ ხო ეს რაც შეეხება დანაშაულს და ეხლა აღარ მინდა უკვე ეკონომიკის ხაზი და აღარ მინდა უკვე ისეთ ტრივიალურ და ისეთ იმაზე ვილაპარაკო რაც არის რაც შეეხება ფულს თუმცა ამაზეც ალბათ გვექნება დღევანდელზე საუბარი როდესაც ერთი ცალი ვინ შევიდოდა და ვინ იყიდიდა ვინ აი მე გეტყვით ჩვენ რა თაობის ქართველები ვართ ბატონო თქვენ უფრო ახალგაზრდა ბრძანდებით ჩვენთან შედარებით და ამიტომ უფრო საინტერესოა მე მინდა გითხრათ და რატომ უნდა ჩვენი თაობის დროზე მოსპობა და გაქრობა რა რატომ უნდათ რომ ყველანაირად ციხეებში გამოაწყდიონ აგენტობა შეტენონეს შემოტენონეს რომ სიმართლის მომყოლი არ იყოს არავინ ის რაც სიმართლე იყო გამიგე სინამდვილეში ვინ იყიდიდა 10 კვერცხს ეს იყო ცხონებული მამაჩემი და ეხლა მამაჩემზე როდესაც საუბრობ მე კრეფსიტის სახეა მაშინდელი ქართველების რა უმეტესობა თითქმის 99 გასტრონომში იმ ქათამს რა მაყიდინებსო გასტრონომში რა ქვია გასტრონომში გაყინული ქათამი კაც იქ თუ იქ არ წავიდოდა ბაზარში და კაი ვარია და კაი ეს გლეხის მიერ ჩამოტანილი ისა მერე კვერცხი ხო ერთი ცალი კვერცხი ეხლა წარმოიდგინეთ აი დღეს რო შედიხართ
დღეს რო შედიხარ თუ კაცმა რო კვერცხი იყიდოს დღეს 10 წალი კვერცხი 5 ლარია ხო ეხლა წარმოიდგინეთ შედიხართ და 5 ლარის მაგივრად იხდით 10 წალ კვერცხში 50 თეთრს იმიტომ რომ 5 თეთრი ღირდა 5 თეთრი ღირდა ის კვერცხი იმიტომ იყო რომ ქართველები ჯერთი მაშინ ეს ხელფასებიც მინიმალური ხელფასი იყო 120 მანეთი 80 მანეთი მაგრამ სამაგიეროდ იმ 80 მანეთით თვიდან თვემდე შენ საჭმელიც ყოფნი და ყველაფრისთვის ყველაფრიანობა ბევრად მაღალი იყო 30 კაპიკი ღირდა 400 გრამიანი ბავშვები ვიყავი და გვიყვარდა ესეთ მრგვალი პურები იყო და კარგად რო წვებოდა ეს ყუა უკეთდებოდა ყუა ხო და ბავშვებისთვის ხო კრატუნა ის იყო და ისა 70 კაპიკი 200 გრამიანი რა ქვია კარაკი ხორცზე და იმაზე აღარ ვლაპარაკობ მანეთი და 10 კაპიკი და კილოგრამი და ამაზე ამ ყველაფერს ჩემს ზოგადად ნუ ეკონომისტები ილაპარაკობენ მაგრამ მე რაც მახსოვს ჩემი ბავშვობიდან აი ჩემი კომუნისტური ცხოვრებიდან და სულ იმას ვიძახი სულ იმას ხანდახან ხუმრობით ვამბობ ბატონო ზემურ რა ჩემს მეგობრებთან რო ვზივარო მეთქი რა დავაშავე ესეთი რომ მეთქი ღმერთმა ჩემი ცხოვრების პირველი 24 წელიწადი კომუნისტურ 64-ში მაცხოვრა მეთქი 64-ში ვიწურე ნამდვილ ხო ყველაზე მთავარი რა არის ჩემოთენგო ყველაზე მთავარი რა არის ბატონო ქვეყანაში განცდა იყო აი პირადად მე მქონდა ეს განცდა სიმყუდროვის გესმით რა სიტყვას ვიძახი არა სიმშვიდე ყველა სიმყუდროვე ანუ აი შენ სახლში რო ხარ მყუდროდ როდესაც შენ იცი რომ ყველა არავით არის საფრთხე არ არსებობს გესმით აი სიმყუდროვეს დენატრება დღევანდელ საზოგადოებას რას ლაპარაკობთ პრეზიდენტი მე მაპატიეთ რა ეხლა სააკაშვილს თავისი ეყოფა რა რაც ისა მაგრამ ჩემი ის რო იყოს ხო ეს არის ყველაზე დიდი უნამუსო ქალი რა აი ეს ვინც ყავდა ეს სურაბიშვილი რა ამან ჩაიდინა ყველაზე დიდი სიდამპლე საქართველოს წინაშე და ქართველების წინაშე პატარა ბავშვებს მოუწოდა სკოლის მოსწავლეებს მოუწოდა აი გასვლა იმ ბედლემში და იმ ჯოჯოხეთში სადაც ისროდნენ და საკი შენ ის უძახე რა ქვია პიკარდა და ის უძახე მაგრამ ეგერ ბიჭები იმის რა ქვია პოლიციის ბიჭები დაზიანებულები და დღესაც ყურნალობენ და დღესაც ჭრილობებს იშუშებენ და იქ გაუშვა მოუწოდა სკოლის ეს არაქალი რა ეს ახლა უბრალოდ საზოგადოებასაც უნდა ისჯებოდეს. რატო? დაი მაგი მინდოდა მეთქვა, რომ ამას სააკაშვილზე მძიმე დანაშაულები აქვს უკვე ჩადენილი. აი მარტო ეს ეყოფა. აი ეს ერთი ეპიზოდი ამ ნაძირალა ქალბატონს რა. აი ყველანაირად თავს ვიკავებ, რომ კონსტრუქციულობის და რაღაც აი ამის ფარგლებში ხო კორექტულობის ფარგლებში ჩავეტიო. მაგრამ როგორ დედაქალი ესე იგი რა არის იცი აი არ მინდა რა რომ აი გძნობა რა აქვს რა დედური გძნობა არამძიმე ყოფაქცევის ქალბატონს რა არამძიმე ყოფაქცევის ქალბატონს რა ესე იგი დედური გძნობა არ გააჩნია როგორ უნდა ამოგივიდეს რომ შენი დამპალი პოლიტიკური მიზნების და შენი რა ქვია ის რო ყავს პატრონები, ვისი აგენტიც ხარ, იმათი დავალების შემსრულებელი ბოლომდე რომ გაწირო როგორც დღეს იმას ბოლო უკრაინელებამდე რომ აი ის გააკეთა ამან. შილები მოუწოდა რომ იგადითო იმაზე სკოლის მოსწავლე ნაძირალა. ბატონ თემურ, მინდა გკითხოთ აი ჩვენ საუბრობდით მათ შორის საბჭოთა პერიოდის მართლმსაჯულებაზე, ადამიანის უფლებების საკითხი, ეს არის როგორც ამბობენ აქილევსის ქუსლი საბჭოთა სისტემისთვის, განსაკუთრებით სტალინის პერიოდში და მე ვიცი თქვენი მოსაზრება რა თქმა უნდა ამ საკითხებზე, თუმცა ეს არის ის რაც არის ბრალდების სახით წამოყენებული, რომ ადამიანის უფლებები მაშინ იყო ტოტალურად შელახული. როგორც ასეთი
ცნება ადამიანის უფლებების არ არსებობდაო, მაგრამ ჩვენ ვიცით, აი ხა ეთერს გარეთაც საუბრობდით, რომ მაგალითად ვერმახტის ლეგიონის მეთაური, ვინც იყო ქართული დივიზიის მეთაური, შალვა მაღლაკელიძე, ომის დასრულების შემდეგ, რომელიც ეს იყო პირდაპირ იარაღით ებრძოდა, ხო, საბჭოთა კავშირს, ეს ადამიანი თბილისში პასტერის ქუჩაზე, პლეხანოვზე ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე. არ ვიცი, ალბათ რაღაც პერიოდი მოიხადა კიდეც იქ სასჯელი, მაგრამ მისი რეაბილიტირება შემდეგ მოხდა. მოხდა იმ ადამიანის რეაბილიტირება, რომელიც აი მართლა პირდაპირ გაგებით იარაღით ებრძოდა, თან ფაშისტური დანაყოფის წევრი იყო. ებრძოდა საბჭოთა მეთაური იყო, ხო, ის პირადად მონაწილეობდა მათ შორის აი მტყვეების დავერბოვკებას, რო ეძახ გადმობირებაში ჯარში გერმანული არმიაში ჩარიცხვაში და ამავდროულად მე მის ბიოგრაფიას ნამდვილად არ ვიხები, მით უმეტეს არც ვიცნობ ისე დეტალურად, რომ რაიმე ასე ვთქვათ, ან უარყოფითი თქვა, ან დადებითი ამ ხრივ, მაგრამ ფაქტია ესეთი, რომ ეს ადამიანი იყო პირდაპირ მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური გერმანიის არმიაში მსახურობდა და იყო მეთაური. ეს ადამიანი ბოლოს გარდაიცვალა მაგალითად პასტერის ქუჩაზე, როგორც ვთქვით, თბილისში თავისუფლად დადიოდა, არავის მისთვის იარაღი შუბლზე არ მიუდია და სხვა ბევრი ამგვარი მაგალითებიც არის. მე ხანდახან და როდესაც ჩამიხედია აი ამ მეც იურისტი გახლა ვარ ზოგადად განათლებით აქედან გამომდინარე, რომ ქონია შეხება რეაბილიტირება დამნაშავის ჩემი აზრით არის არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქცია სახელმწიფოსი, ვიდრე მართლმსაჯულება, რომ აი დასაჯო, როცა ის არის დამნაშავე. რო შევადაროთ აი დღევანდელი სისტემა და მაშინდელი სისტემა ერთმანეთს. აი ბატონი გიორგი ამბობდა კიდეც, რომ დღეს სახელმწიფო დაინტერესებული არის, რომ დანაშაული ჩაიდინოს ადამიანმა, რომ მერე საპროცესო გარიგება გაუფორმო და ჩვენ ვიცით, რომ აი სააკაშვილის პერიოდში ამაზე კონვეიერული ფორმა მიეცა, რომ როცა უკვე აღარც ჩადიოდნენ ადამიანები დანაშაულს, სპეციალურად პროვოცირებას ახდენდა სახელმწიფო, რომ ოღონდ ვინმე დამნაშავე ყოფილიყო, რომ მერე იმისგან ეს განსაკუთრებით წინა რეჟიმის დროს. წინა რეჟიმის სააკაშვილმა აქცია მეთქია ეს კონვეიერულ სისტემა. ეს პრაქტიკა შესუსტებულია, მაგრამ მაინც არის. ჩვენ უფრო ბატონ გიორგი სორია, უფრო სისტემაზე უნდა ვისაუბროთ, ვიდრე სახელმწიფოზე. კი, გეთანხმებით. სისტემა არის ისეთი, რომლის მიზნები არის პრინციპულად განსხვავებული იმ სისტემის მიზნებთან. აქ ჩვენ გვაქვს 35 წელია ისეთ სისტემის პირობებში ცხოვრობთ, რომელშიც დომინანტია კერძო ინტერესები და საზოგადოებრივი, ანუ საერთო ინტერესები არის დაქვემდებარებული. და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რესპუბლიკა კონსტიტუციით არის სოციალური სახელმწიფო. და იქ მიზნებში წერია, რომ ესე იგი ჩვენმა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ყველაზე თანაბრად და უნდა გააკეთოს ისე, რომ ცხოვრება გაუმჯობესდეს ყველასთვის, ყველა მოქალაქეს. ეს წერია, მაგრამ ერთდროულად იქ ბევრ რაღაც სხვა წერია, აი სულსად ადამიანის უფლებები, რითაც თქვენ დაიწყეთ, აი იმაზე არის გამახვილებული ყურადღება, რომლის მთავარი, აი ეგრეთ წოდებული ადამიანის უფლებების მთავარი შინაარსი რა არის? კერძო საკუთრების დაცვა. ფუნდამენტური უფლება. აი აქ იმალება დიდი საიდუმლო და აქ იმალება დიდი აი ეს ეშმაკური რამ, რომელიც გადააქცევს საზოგადოებას და სახელმწიფოს ანტიადამიანურ ხასიათს ძენს მას. იმიტომ რომ კერძო საკუთრების თავისუფლება სინამდვილეში არის ადამიანის მონობის ტოლფასი თეზისი. რატომ? იმიტომ რომ კერძო საკუთრება ეს ნიშნავს საკუთრებას მსხვილ წარმოების საშუალებებზე და მსხვილ წარმოების ფაბრიკები, ქარხნები ან ქარხანათა სისტემები და ისეთი სისტემები, რომელიც განაპირობებს საერთოდ საზოგადოების წარმოების პირობებისზე საკუთრება არის ეს და ამაზე საკუთრება მეუწვდება ერთეულებს, ხოლო დანარჩენი ყველა არის ამ საკუთრების გარეშე. ბატონ თემურ, უბრალოდ რო არ დავაბნიოთ მაყურებელს, მე ვიცი არ გიყვართ თქვენ რო სიტყვას გაწყვეტინებენ, მაგრამ ეხა აუცილებელია რომ ეს მომენტი აუცილებლად ალბათ უნდა აღვნიშნოთ, რომ კერძო საკუთრება და პირადი საკუთრება ეს ორი სხვადასხვა რამე. კერძო საკუთრება. მეც მათ შორის ესე მეგონა სანამ განათლებულ მარქსისტებთან დავიჯერდი საქმეს, რომ კერძო საკუთრების შეზღუდვა ეს ნიშნავს იმას, რომ მაგალითად მე ჩემს სახლში ვინმე შემომივარდება და ჩემს პირად ნივთებს გამოაცხადებს სახელმწიფო საკუთრებად. ეს ხო რეალურად ასე არ არის. ალბათ საჭირო არის ეს განმარტოთ, ხო, საზოგადოებაში. ხო, კერძო საკუთრებაში გულისხმება წარმოების საშუალებებზე საკუთრება, თანაც არა ყველაზე, არამედ წარმოების გადამწყვეტ საშუალებებზე საკუთრება.
წარმოების ისეთ არაგადამწყვეტ საშუალებების საკუთრება ეს ცალკე თემაა და მას ერთ-ერთმა დიდმა მეცნიერმა ჩვენმა ეკონომისტმა იყო ასეთი ჯემალ პაჭკორია, რომლის სახელი კიდევ საზოგადოებისთვის თავის დროზე ცნობილი გახდება არა მხოლოდ საქართველოში დარწმუნებული ვარ საერთაშორისო საზოგადოებრივობისათვის მან ზუსტად ეს გრადაცია გააკეთა ერთ-ერთ თავის სტატიაში და არა გადამწყვეტ წარმოების საშუალებების საკუთრება ცალკე გამოხდა მას დაარქვა ინდივიდუალური საკუთრება აი პირადს რასაც ამბობთ ესეც ცალკე არის ეს პირადი დაუშვათ საკუთრება დაუშვათ შეიძლება ჩაითვალოს პირად საკარმიდა მომიწა რომელიც 600 კვადრატულამდეა რომელიც ვერ შექმნის დაუშვათ ექსპლუატაციის სისტემას თოხი ბარი დაუშვათ აი ესეთი ეს პირადი არა ეს ინდივიდუალურია და პირადი არის კბილი ჯაგრისი დაუშვათ და ესეთი რამე ჰიგიენის საშუალებები აი ეს პიჯაკი რომელიც თქვენ გაცვიათ მე მაცვია და ამ შემდეგ ეს სხვათა შორის ბადო გიორგი თქვენ ალბათ პოლიტეკონომია გისწავლია თავის დროზე ჩვენ ერთი თაობის ხალხი ვართ კი ბატონო თურმე მე კი ვიცი და თქვენც იცით ეს და რატო არის ვალდებულიო პოლიტიკური ეკონომია ისწავლებოდესო ყველგანო ამის დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ თავის დროზე აი ბოლოს განსაკუთრებით 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან ყველა და აი ეს იდეა იყო გაშვებული საზოგადოებაში რომ პოლიტეკონომია არა აუცილებელი დაუშვათ მედიცინის სფეროს მუშაკმა ისწავლოს ან ფილოსოფიას შემდეგ საჭირო იმიტომ რომ ზუსტად აი ეს საკითხები არის პოლიტეკონომიის საგანი. არ ჯერ კონკრეტულად ხო ძალიან მაგარია, გასავლიან და რატომ ასავლი მაგაზე რო ეჭხობებთ ვარია ნუ ისავლი ვინ გაძალებს. ხო არ არის საჭირო. აი იქ როგორც იყო არის ბურჟუაზიულ ქვეყნებში, განვითარებული ცივილიზებული ქვეყნებში, იქ თავის სპეციალობა იცისო, მაგრადო იმ კაცმაო, მაგრამ დაარჩენ იმას არ ჭირდებაო და მათ შორის რა თქმა უნდა პოლიტეკონომია ადამიანის უფლებებით დავიწყეთ, ხო? თავარი ფუნდამენტი, რაშიც არის ეშმაკობა, ზუსტად ეს არის, რომ იქ თავარი არის, რომ ადამიანის უფლებებში კერძო საკუთრების პრიმატი, კერძო საკუთრება ეს არის აყვანილი რაღაც ისეთ რანგში და მისი დაცვა და იქ იმალება მთელი ეშმაკობა. იმ ადამიანის უფლებებში და როცა საბჭოთა კავშირს და საბჭოთა საზოგადოებას აბრალებდნენ ადამიანის უფლებების დარღვევაში, ზუსტად აი ამას უყენებდნენ ბრალდებად, რომ კერძო საკუთრების ინტერესები არ არის დაცულია. მეორე უყენებდნენ რომ აქ ესე იგი ის არ არის რა სიტყვის თავისუფლება არ არისო მრავალპარტიულობა არ არისო კიდე ბევრი რაღაცა ისეთი პარამეტრი რომელიც გარეგნულად ეს დაცულია დასავლურ საზოგადოებებში დაცულია გარეგნულად მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ხედავთ რომ ეს გარეგნული დემოკრატიულობის საფარველს ქვეშ ჩვენ როგორ დიქტატურა იქ ფულის დიქტატურა და როგორ დიქტატურა ფულის ჩვენთან საქართველოში რომელიც გადაიზარდა ფაშისტურ ხელისუფლებაში და ფაშისტურ რეჟიმში თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის დროს რომელსაც ჩვენ გადაურჩით 2012 წელს ცოტა ძნელი თემაა, მაგრამ აუცილებლად რეპრესიებზე რო ვთქვათ, მაშინ აი ეს თემა როგორ 37 წლებში რა კერძო საკუთრების გამოდევნიდნენ ადამიანებს, ჩვენ ხო წაგვიკითხავს, გვინახავს, რომ აი როგორ ხდებოდა მათ შორის ჩვენი სახელოვანი მწერლებისთვის სასიკვდილო განაჩენები არის გამოტანილი, ანუ ადამიანების დევნა ხდებოდა როგორ ჩვენ გვასწავლიან და უამრავს მოვისმენთ, მაგალითად მკვლევარები რო არიან საბჭოთა კავშირის ლაბორატორია და ასე შემდეგ, რომ იმებს კონკრეტული მაგალითები გამოაქვთ, რომ აი ვიღაცა X გლეხი მაგალითად სამეგრელოს რომელიღაც სოფელში დახვრიტეს ინგლისის ჯაშუშობისთვის პირობითად თავისუფლიდან რო არისო კაცი გასული და ასე შემდეგ ხო ხდებოდა ასეთი ფაქტები კი როგორ არ ხდებოდა ეს 1937 წელია მანამდეც იყო მაგრამ განსაკუთრებით ეს ეხება 37-38 წლებს ეს ომის წინა პერიოდია ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის უმძიმეს ისტორიული პირობები მაშინდელი დაახლოებით ისეთ მდგომარეობაში იყო მსოფლიო ჯერ ერთი როგორც დღეს დაპირისპირება იყო რაღაცა აი ძალიან ღრმა დაპირისპირება იყო მსოფლიოში ქვეყნებს შორის და სისტემებს შორის საბჭოთა კავშირი მაიცოდა მისმა ხელმძღვანელმა მაშინდელმა რომ 10 წლით ადრე გამოაცხადა ეს სხვათა შორის არა 37-ში არა 31-ში რომ დაახლოებით 10 წელი გვაქვს ჩვენ მეტი არ გვაქვს და ომი გარდუვალი არის ეს გამიგია მე და რეალურად მართლაც ასე კი გრილობაზე და ზუსტად მოარტყა ზუსტად და აი ეს უნდა გავითვალისწინოთ მე გასული არის 1917 წლიდან რევოლუცია რომ მოხდა 20 წელი მეტი კი არა გასული თუ რამდენი წელს ხართ 36 გახდი გუში ხო 20 წელია გასული მეტი არა და
20 წელი არაფერი არ არის ისეთი ღრმა თანაც ისეთი ღრმა ცვლილებების როცა მაშინ იყო და იქ ძალიან ბევრი იყო უკმაყოფილო წინაწყობილის მომხრე რომლებიც ჯერ ერთი ძალიან ბევრი იყო ისეთი მასა რომელიც ვერ გებულობდა თუ რა თვისებრივი ცვლილებები ხდება რა არის მიზანი და სად გავა თუმცა უკვე 37 წლისთვის წარმატებებიც იყო მიღწეული ეს მეორე ხუთწლედის დასაწყისია წარმატებული ხუთწლედისა კოლექტივიზაცია და ინდუსტრიალიზაცია 28 წელს დაიწყო და ხალხმა ასე თუ ისე ამოისუნთქა უკვე 30-იანი წლების მეორე ნახევრიდან ასე რომ ესეც ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ მესამე ეს ყველაფერი ტყუილია როცა ამ დახვრეტებზეა საუბარი 1924 წლიდან სტალინის სიკვდილამდე 53 წლამდე ეს არის დაახლოებით 30 წელი დაიხრიტა დახვრეტაზე ვამ არა რეპრესირებული ეს დაპატიმრებულიც არის გადასახლებულიც არის და შემდეგ დახვრეტილია დაახლოებით 670,000 ადამიანი მთელ საბჭოთა კავშირში 30 წლის მანძილზე და იქიდან ძალიან დიდი აგერ ბატონ გიორგი სპეციალისტია ძალიან დიდი მასა არის რეციდივისტები ვინც მოკლა ადამიანი კი ბატონო ძიმე სისხლის დანაშაულები პოლიტიკურ დანაშაულებს შეხება არ ქონია ესეთი პოლიტიკური ხასიათის დანაშაულზე იქ არის ძალიან მცირე პროცენტი დახვრეტილი მათ შორის და იმ წერლები და ისა ბატონ გიორგისთან ჩვენ საუბრობდით თუ მოისურვებს საუბარს აგერ არის აი ცოცხალი მაგალითი თუ მოისურვებთ რა თქმა უნდა საუბარს აგერ არის თვითონ მოყვება მე უბრალოდ ზოგადად ვიტყვი რომ იმ წერლებით ვერაც დაასახელეთ იშვიათი გამონაკლისის გარდა ალბათ იმასაც ის გამონაკლისიც არ არის ალბათ როცა შეეხება ისეთ კორიფეებს როგორც მიხეილ ჯავახიშვილია როგორც სხვა იქ გამორიცხულია რომ საბჭოთა ხელისუფლებას მიხეილ ჯავახიშვილი სიკვდილით დაესაჯა ისე რომ მას საფუძველი არ ჰქონდა საინტერესო არის აი ბატონმა თემურმა სხვა და ჩვენც საუბრობდით ამ ხრივ შეიძლება ვიღაც საუბრობდეს სადღაც საკითხულს და ასე შემდეგ თუმცა თქვენ აი თქვენი პირადი ისტორია გაქვთ კი ბატონო ოჯახის ისტორია მე სულ რაღაც ერთი აი ორ სიტყვას ვიტყვი პოლიტეკონომიასთან დაკავშირებით და ბატონმა თეუნმა რაც ბრძანა აი აუცილებლობასთან დაკავშირებით სწავლების და რა არის იცით კი ბატონო ჯერ ერთი რა თუნდაო იმას 80 უკვე 88 წლებში და 80-იან წლებში აი რაც უფრო უახლოვდებოდა ხო რომ მედიცინის მუშაკმაო პოლიტეკონომია იწოდესო ჯერ ერთი კომუნისტები იმიტომ იყვნენ ძლიერები რომ კი ბატონო მედიცინის მუშაკ შეიძლება ის ყოველდღიურ ცხოვრებაში და მის სპეციალობაში არ გამოდგომოდა მაგრამ საერთო განათლებას იძლეოდა საერთო ინტელექტს სენსს უმაღლებდა ადამიანს და ის კი ბატონო შენ ყოფილიყავი მშვენიერი ექიმი შენი საქმის სპეციალისტი მაგრამ ეს საერთო განათლება უნდა ქონოდა კომუნისტები ამას გავალდებულებდნენ და იმიტომ იყვნენ იმ პოლიტეკონომიას რო ასწავლიდნენ შემდგომში უფრო უარესი აი რაც ბატონმა თემურმა ბრძანა ხო ამ რო აი რა თუნდაო მედიცინის მუშაკს პოლიტეკონომიის სწავლება უფრო უარეს ვიტყვი მე ეკონომისტები უკვე აი ახალი თაობის ეკონომისტებს პოლიტეკონომია აკრძალული ქონდათ და ეკონომიქსი შემოვიდა ახალი დისციპლინა რომელიც ეს იყო სუფთა ბუღალტრული დისციპლინა ეკონომიქსში კლასობრივი ბრძოლა უკვე ის რასაც პოლიტეკონომიაში იყო სწავლება ეკონომიქსი იმას აღარ ასწავლიდა ეს სუფთა ბუღალტრული პლუს მინუს ის მათემატიკა სუფთა ეხლა უყურე ჩემო ძალიან აი უცებ შევეცდები რომ რაღაცნაირად და მე ჩემი ოჯახის ისტორიას იმა მე-16 საუკუნეში, როდესაც ყალიბდებოდა კაპიტალიზმი, ფეოდალური ხანიდან გადადიოდა უკვე კაპიტალიზმი უნდა ჩამოყალიბებულიყო ეს რა პერიოდია, ხო? ბიზანტიის იმპერია დაინგრა ეს მთელი იმას, რასაც ისტორიაში ეძახიან აღორძინების ხანას და რენესანსი, ვექ პრასვიშენია, ხო? და კიდე სხვანაირად, ხო? ეს იმ დასავლეთიდან აი ბიზანტიიდან წამოღებული სიმბოლიზმის ფასე მაგრამ ეხლა უყურეთ ყველაზე მთავარი რა არის მე-16 საუკუნეში იყო ესეთი რომლის არც ფოტო არც ისა მაგრამ ეს მემატიანებს შემოინახა
ანტონიო სიერა იყო ესეთი ეკონომისტი იყო, რომელიც იძახდა, რომ თუ გაინტერესებთ, რომელი ქალაქი უფრო მდიდარია, უნდა ნახოთ იმ ქალაქში რამდენი ოსტატი და ხელოსანი არსებობს. ეხლა ეს რას ნიშნავს? აქ ყველაზე მთავარი რა არის? რამდენი ოსტატი და ხელოსანია. იმიტომ რომ მაშინდელი საერთოდ აი ის წყობა, კაპიტალისტური სისტემის წყობა ეკონომიკურად დაგტნობილი იყო რაზე? აი ესე იგი რუსულად არის ესე გამოითქმება და მე ვეცდებ уровень распределения и углубления труда შრომის განაწილების და გაღრმავების დონე რაც რაც უფრო დიდი იყო, მით უფრო მეტი იმას რასაც დამატებით იმას ეძახიან ღირებულებას იქნებოდა. ეხლა ეს რას ნიშნავს? აი ადამიანურ ენაზე ეს ეკონომიკური ფორმულა уровень распределения и углубления труда გადმოვთარგმნოთ ადამიანურ ენას. მაგალითად, სიტყვაზე ვიძახი. ველოსიპედი. საქართველოს მაგალითზე გავაკეთოთ შედარება. რა ქვია, ველოსიპედს ჭირდება რამა, ხო, თავიდან. ეს რამა ქუთაისში ეწყობა. ბორბალი თელავში, ბორბალს რო სპიცები უკეთდება, ბათუმში აი ეს შრომა, რომელიც იქმნებოდა ერთი პროდუქტის შესაქმნელად, განაწილებული იყო. ეხლა ეს რას აძლევდა ამ წყობას? რას აძლევდა? ამისთვის ხო საჭირო იყო ჯერ კადრების მომზადება. მერე საჭირო იყო დაუშვათ იგივე რა ქვია, ინფრასტრუქტურა. ეს ხო მერე უნდა დატვირთო, ეს უნდა წამოიღო. ანუ ეკონომიკა ამით ბევრი სხვა დარგიც ვითარდება ამ ინფრასტრუქტურა ვითარდება. ამაზე დაგტნობით ანტონიო სიერა იძახდა, რომ ესე იგი რაც მეტი ხელოსანი არსებობს იმ ქალაქში, ის ქალაქი უფრო მდიდარია. ერთი წლის მერე ადამ სმიტმა, რომელიც არის აი ინგლისური პოლიტეკონომიის, აი ამის მამამთავარი და ფუძემდებელი და ადამ სმიტი არის აი ამ პოლიტეკონომიის მთავარი, გამოიტანა მთავარი დასკვნა. რომ იქიდან გამომდინარე, რომ ესე იგი რაც მეტი ხელოსანი არსებობს, ხო? და ქალაქებში და უფრო მეტი ხელოსანი უნდა იყოს, ხო? კაპიტალიზმის ბუნება არის ის გავრცელებისკენ არის, ანუ მან პერიფერია უნდა შემოიერთოს თავის იმაში, რომ ხო, ანუ მას აქვს ექსპანსიური ხასიათი. ზუსტად ერთი წლის მერე ის რაც ადამ სმიტისთვის და ანტონიო სიერასთვის ეს იყო აბსტრაქცია, ისინი მაინც თეორიაზე დაყრდნობით იძახდნენ ამას, მარქსი მივიდა იმ დასკვნამდე და მარქსი იმიტომ ეზიზღებოდათ კაპიტალისტებს. მარქსი ეზიზღებოდათ არა იმიტომ რომ ის დაუშვათ სოციალისტურ იმას გადაგებდა, რა ქვია, იდეებს და ის დაწერა манифест коммунистической партии და ისა. მაგიტომ არა, იმიტომ რომ იმან გენიალური დასკვნა გააკეთა მარქსმა. მარქსმა თქვა, იქიდან გამომდინარე, რახან ჩვენ ვიძახით, რომ ამ წყობას, კაპიტალისტურ ეკონომიურ წყობას ექსპანსიისკენ აქვს მიდრეკილება, ერთხელაც დადგება დრო, როდესაც მთლიანად მოიცავს თელ დედამიწას და კაპიტალიზმი აღარ იქნება და კაპიტალიზმი დადგება კაპიტალიზმის ყდომა. იმას რასაც ლენინი შემდგომში იძახდა, რომ კაპიტალიზმის უმაღლესი ფორმა ეს არის იმპერიალიზმი. და ეს ყველაფერი განხორციელდა, აი ჩვენ ვართ აი ამ ბოლო სტადიის, კაპიტალიზმის ყდომის ბოლო სტადიის მოწმენი და აი ამ ეპოქაში ვცხოვრობთ და ჩვენი ოპონენტები იძახიან, რომ ეკონომიკის სისტემები ვინც არიან, ანუ დღევანდელი ეს ყველაფერი ეს პლუს მინუს
და აი ეს არის ანუ ლოგიკურია რომ ჩვენ მოვესწრებით იმპერიალისტურ ეპოქას მოვესწრებით კი ბატონო აი ეს მინდოდა ამ პოლიტეკონომიასთან დაკავშირებით და რახან ნახსენები იყო ბატონმა თემურმა რახან აი ამაზე გაამახვილა ყურადღება უბრალოდ მეც აი შევეცადე რომ რაღაც ჩემი პატარა 5 კაპიკით ჩამეგდო ამ საერთო ყულაბაში. ეხლა რაც შეეხება ჩემი ოჯახის ისტორიას და რაც შეეხება რეპრესიებს და სტალინთან დამოკიდებულ. ხო გეუბნე მე გავიზარდე, მე პირადად გავიზარდე გარემოში, სადაც სტალინის მიმართ დამოკიდებულება არაკომპლიმენტარული იყო რა. აი ძალიან რბილად ვიტყვი და ძალიან ვეცდები რომ ამ კორექტულობის ფარგლებში ჩავჯდე, იმიტომ რომ ბაბუაჩემი 1927 წელს იმ რომანის დასახელება საერთოდ ოჯახში ჩვენთან არ ლაპარაკობდნენ ამ თემაზე და აი სულ ისე ყურის მოკრით ვიცი რა ერთ-ერთ თავის რომანში მაშინ 26 წლის იყო ბაბუაჩემი იყო მწერალთა კავშირის მაშინდელი მწერალთა კავშირის ჩვეულებრივი რიგით წევრი იყო და მალაქია ტოროშელიძე იყო მწერალთა კავშირის თავმჯდომარე 27 წელს მალაქია ტოროშელიძე საუკენეს ბრალდება ტროცკისტობაში და მთლიანად მთელი შემადგენლობა მწერალთა კავშირის მე ბაბუას ის ამოღებული მაქვს ინტერნეტში ვიპოვნე განაჩენი იქ წერია რომ ქართულ ლიტერატურაში ტროცკისტული იდეების დამკვიდრების გამო რა ქვია მოსე ბესარიონიძე გვასალიას მიესაჯოს თავისუფლებისას ვადით 10 წლით ვადით თავისუფლების აღკვეთა და კომია SSR-ში გულაგში მოიხადა მან ეს 10 წელი გადასახლებაში იყო 37 წლის 30 aprilს განაჩენი გამოუტანეს და 57 წლის 30 aprilს გამოიხურა იქ გულაგის კარები და წამოვიდა ციმბირით ციმბირი ეს ფეხით კიდე რამოდენიმე სხვა პატიმრებთან ერთად. მაგრამ ეხლა მე რა მინდა ვთქვა და ამის გამო ჩემთან ოჯახში ეხლა მამაჩემი 3 წლის იყო, როდესაც მამა გადაუსახლეს, ხო, რო განთავისუფლდა 13 წლის იყო. გარდა მაგისა, სანამ სტალინი გარდაიცვლებოდა, ესე იგი 37-57-ში გამოვიდა კიდევ 6 წელიწადი, ხო? მაინც ხალხის მტრის სახელს ატარებდა ბაბუაჩემიც და ნუ ეხლა შვილიც 16 წლის ბიჭისთვის როგორია ხო და ამიტომ მამაჩემს არ ქონდა ესეთი განიმძიმე წლებში ომის პერიოდში ეს ყველაფერი და ამიტომ არაკომპლიმენტარული იყო ის ყოველთვის მაგრამ აი აქ არის ყველაზე მთავარი მე დარწმუნებული ვარ ესე იგი ბაბუაჩემი 3 წელით ადრე გარდაიცვალა 99 ანუ სანამ კომუნიზმი ვერ მოესწრენ 99 წლის აი 9 აპრილის და 90 კომუნიზმის გადავარდნას 86-ში გარდაიცვალა და მამაჩემი 87-ში გარდაიცვალა ანუ ისიც ვერ მოესწრო თორე აი ისინი რომ მოსწრებოდნენ იმ იმას ხო ნუ სხვანაირი და მაგრამ კიდევ ერთხელ ვიცახი რა მათ რო ენახათ რეალური ტროცკიზმის სახე და რა არის რეალური ტროცკიზმის სახე ქართულ ვითარებაში თორე სოფლიო დონით იმასაც ვიტყვი რა არის რეალური ტროცკისტული სახე ხო აი ეს გოგონა რო იდგა და თავისუფლება ჩემს არ მინდა ეხლა თქვა ქალბატონს ხო ისედაც იცის მაყურებელმა ხო თავისუფლებაო ჩემს სასქეს იმას ხო ორგანოს ხო აი ეს არის რეალური ტროცკიზმი გარყვნილება ყველაფერი ავტორიტეტის ნიველირება ავტორიტეტულის ნიველირება იმიტომ არის აი თქვენ წეგა ბრძანებდით სანამ შემოვიდოთ და ნაპოლეონზე ახალი სურათი გადაღებული და რაღაც სტალინზე გადაღებული საშინელი ფილმები აი ეს იმაში რო იხშობა ვითომ თავის ამერიკელებმა გადაიღეს ხო რო არაფერზე ანუ ჩვენ უნდა გავიზარდოთ და მომავალი თაობა უნდა გაიზარდონ ისე რომ მათ შეგნებაში უნდა იყოს ღრმად გამჯდარი რომ ისინი გმირი შთამომავლების და ჭკვიანი შთამომავლების ის წინაპრების შთამომავლები კი არ არიან არამედ მათი წინაპრები იყვნენ დეგენერატები მათი წინაპრები იყვნენ უვიცი გაუნათლებელი ბნელი ხალხი და ესენიც იმიტომ არიან პირუტყვები და გაუნათლებლები აი
აი ეს უნდა ჩაუნერგონ ჩვენს მომავალთაობას. იმიტომ არის მიდის სტალინის გინება და რა ქვია ჩვენი ქართული ისტორიიდან, ჩვენი მეფეების და ჩვენი ამის ყველაფრის გაბაიბურება და ხო თქვით აი ნაპოლეონის მაგალითი ვთქვით, ალექსანდრე გადაიღეს მანამდე სადაც გამოყვანილი არის ჰომოსექსუალობა და ბერძნებმა დიდი პროტესტი გამოთქვეს. სამაგერო დამთავრებას ეუბნებიან რომ აი შენთვის ავტორიტეტი უნდა იყოს საქართველოს მაგალითად კახა ბენდუკიძე უნდა იყოს ავტორიტეტი. მე ვიცი ბევრი ახალგაზრდა რომელიც განსაკუთრებით მის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობს რამდენად აი კულტად აყავთ უკვე. სოფლიოში უნდა იყოს შენთვის აი ბეზოსი რომელიც მილიარდერი უორენ ბაფეტი უნდა იყოს ავტორიტეტი ახალგაზრდასთვის. ანუ ისინი ვინც შეძლოდა წარმატებას მიაღწია და იშოვა ბევრი ფული. აი ეს არის მეტრი, რასაც უნდა ვედარებოდეთ. კი ბატონო, დღეს არის დღევანდელი მეინსტრიმი და აი ამას ებრძვის ზუსტად, იმიტომ არის ესეთი გაშმაგებული ბრძოლა, ამას ებრძვის დღევანდელი ამერიკის პრეზიდენტი მოსული. ნუ ყოველ შემთხვევაში ცდილობს მე რაღაც ჩემი დამოკიდებულება მაქვს, ცოტა რაღაც უცნაურად მეჩვენება ბევრი მისი საქციელი და ბევრი ახლა რაც არ უნდა იყოს მეც პატარა ქვეყნის შვილი ვარ და ახლა როდესაც ისლანდიას ეუბნება რომ ჩემი ის უნდა გახდეო შტატი თუ რაღაცა თუ გრენლანდიას რო ეუბნება ხო მეც ისეთივე პატარა ქვეყნის შვილი ვარ და ხანდახან იმას ვიძახი კაცო ესე იგი ამას შეუძლია მეც რაც მოეპრიანება ხო მაგრამ ნუ ეხა არ მინდა გავაგრძელო ამაზე საუბარი იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა ჩვენი სახელმწიფო კი მაგრამ აი ხა ჩვენ რო ვიყოთ გულწრფელი ჩვენ ხო პროზელენსკობას ვერ დაგვაბრალებენ და პროუკრაინელობას მთელი ეს პერიოდი პრორუსებად ყავართ გამოცხადებული მაგრამ რასაც ეხა ზელენსკის უკეთებს რომ მთელი ესეც სურათს რო დგავს რომ აი ეგეც მინდოდა მართალი ხარ გაასულა თურმე ზელენსკიმ სულელი პრეზიდენტი ბაიდენი და 300 მილიარდი გამოსძალა ესეც სურათის დადგმა რომ თითქოს ეს ომი ატეხა ზელენსკიმ და ზელენსკი იყო ეს რა სამართლიანი არის ეხლა რა თქმა უნდა არა რა თქმა გეთახმე რა ფულის დახარჯება ორი იმდენი დამბრუნა ეხლა უკანო ეს ხო ნამდვილად ეხლა ზელენსკის თავისი ისინი ეყოფა რა ქვია მართლმადიდებლურ ეკლესიებსთან ბრძოლა და იმას ხო თავისი ისინი აქვს რა ქვია რა თქმა უნდა მაგრამ ეხლა ამ შემთხვევაში ხო ამ შემთხვევაში ეხლა ესენი რას მოელოდნენ ვერ გავიგე რა რომ ეს აქ ჩავიდოდა და ისა ნუ ეს რა ვიცი დღევანდელ სოფლიოში და დღევანდელ სამყაროში ეს ცოტა მიუღებელი მაგრამ ეხლა კიდევ ერთხელ ვიძახი ამაზე პედალირება არ მინდა იმიტომ რომ სულ იმას ვფიქრობ რამე არ ვავნო ჩვენ ქვეყანას არ ვავნოთ რამე და რაღაც ჩვენი საუბრის გამო რაღაც კი ჩვენ არა მე არა ვარ ისეთი ფიგურა რომ მე არა ვარ ისეთი ფიგურა რომ ეხა ჩემი საუბრის გამო ქვეყანა დაიქცეს მაგრამ მაინც მე ჩემი მხრიდან ჩემი წილი პატარა აგური მინდა რომ დავდო ისეთი რომ ქვეყანას რაღაცა ხო და ნუ რა ვიცი ნახოთ შეიძლება მე როგორ განვითარდება და შეიძლება მესმის და გეთანხმებით ნამდვილად არის ბოდიშვიხტი მაგრამ ფაქტი ის რომ ის ამ ებრძვის და ეხლა საოცარი ის მიიღო რა ქვია დღეს თუ გუშინ მიიღეს ფედერალურ სარეზერვო სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით რეფორმირება ამ იმის და ფედერალური სარეზერვო სისტემა ნუ ეს არის ამ სამყაროს და ამ სოფლიოს უბედურება და რა ვიცი თუ რამე საშინელება არსებობს ხო ეს აქედან არის იმიტომ რომ ის დოლარი რომელიც ბოდიშვიხტი ის დოლარი რომელსაც ჩვენ დღემდე ხმარობთ და რაღაცა ეს ხომ არ არის სახელმწიფოს ამერიკული სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ძალიან მარტივად რო ახსნა აი თქვენ თაობას მით უმეტეს გონია რომ ეს არის ამერიკული ფული ამერიკის მიერ გამოშვეს ამერიკის სახელმწიფო ერთადერთხელ მოხდა როდესაც ერთმა ამერიკელმა პრეზიდენტმა მოინდომა სახელმწიფოს გამოშვებული დოლარი დაებეჭდა ვერცხლით გამაგრებული კენედი და ისიც მოკლეს
მოკლეს. თორე ეს არის აი ძალიან მარტივად რო თქვა რა, ეხლა რო აი არ გადავიდე ეხლა კუნძული ჯეკილზე შეკრება, იქ რა ქვია დოლარი რო იყო თავიდან გამაგრებული 3.35 უნცია ოქროთი და აი ეს მოკლედ აი ამ ეკონომიკურ და აი ამ ფინანსურ იმას რო ძალიან მოკლედ ვიტყვი. აი ეხლა მე თქვენ და ბატონმა თემურმა რა, რო გადავწყვიტოთ და უშუალოდ ვიყიდოთ ფულის საბეჭდი მანქანა. მარტივად გიხსნი რა არის ფედერალური სარეზერვო სისტემა. უბრალოდ ამ და ვიყიდეთ ეს საბეჭდი მანქანა. ეხლა უნდა დავბეჭდოთ ფული, მაგრამ ეს ხო ვიღაცამ უნდა მიიღოს. ამიტომ ჯერ დასახელებაში ვდებთ, რომ ფედერალური ხალხს გონია რა ხან ფედერალური ეს არის ჩვეულებრივი შეპესე სამაკაცმა იყიდა ის საბეჭდი მანქანა და სამაკაცმა გადაწყვიტა ჯიპი მორგანი როკფელერი და ნუ აი ეს იმას ვისაც დღეს deep state ეძახიან ხო იქ ამერიკაში ხო და ისინი ბეჭდავენ ფულს და ის ამაზე კენედი გაგიჟდა კაცო რო ეს ყველაფერში რო გაერკვა როცა პრეზიდენტი გახდა და გადაწყვიტა რომ ამერიკული ფული დაებეჭდა მოკლეს ხო და ეხლა დღეს ტრამპი უკვე მივიდა იქამდე რომ აპირებს საიდუმლო გრიფი ახსნას ამ კენედის ყველასთან დაკავშირებით ეს ისა ხო და აი ამასთან დაკავშირებით რა ვიღე მერთმა ხელი მოუმართოს თან პირველივე ბრძანებულებები რაც გამოუშვა ამ სოდომ გომორის წინააღმდეგ როგორც იქნა რა რომ კაცია და ხალია და რაზე გვიწევს 21 საუკუნეში საუბარი წარმოიდგინეთ ესე იგი რა სამყაროში ვცხოვრობთ რა ბედლემში ვცხოვრობთ და რა საოცარ არ ვიცი რა კი და ეგ თემა მე მგონი დაიხურა საბოლოოდ და ეგ ძალიან კარგი არის ბატონ თემურ მინდა გკითხოთ აი საერთაშორისო თემებსაც შევეხეთ პრეზიდენტ ტრამპის საქმიანობასაც შევეხეთ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა რაც ამ დღეებში მოხდა არის გუშინდელი შეხვედრა უკრაინის და შეერთებული შტატების დელეგაციების საუდის არაბეთში სადაც როგორც გვითხრეს დაიყოლია შეერთებულმა შტატებმა რომ უკრაინამ 30 დღით შევწყვიტოთ ცეცხლიო და ეხლა პასუხს ელოდებიან უკვე რუსული მხარისგან. ისეთ ასე ვთქვათ, განცდას ტოვებს ეს ყველაფერი თითქოს აი რაღაც რუსეთს ძალიან უნდა ეხლა ცეცხლი შეწყვიტოს და როგორც იქნა დაითანხმეს ზელენსკი მოსკოვამდე მისულ ზელენსკის გადააფიქრებინეს იქ შეტევის დაწყება, ხო? დაახლოებით ესეც ურად ვდგავენ. რეალურად რამდენად შეიძლება ამ შეთანხმებას რაიმე პერსპექტივა კონდეს თქვენი აზრით, იმიტომ რომ რუსეთი ეხლა მომგებიან სიტუაციაში აი დიდი ბოდიში ჩვენს ლიბერალებთან, მაგრამ თვითონვე იძახიან უკვე ამას. უკვე აღარც კურსკში აღარად გას უკრაინული შენაერთები რუსეთი წინ მიიწევს ყოველდღიურად ახალ ტერიტორიებს იკავებს და რატო უნდა თანხმდებოდეს რუსეთი ესეთი ტიპის შეთავაზებას 30 დღე მოდი ცეცხლი შევაჩეროთ თუ ამ პერიოდში უკრაინა ისევ მიიღებს იარაღს ისევ მიიღებს სადაზვერვო ინფორმაციას მოახდენს გადაჯგუფებას და მერე ერთისთვის მერე ისევ ახლიდან უნდა დაიწყოს ეს კონფლიქტი. თქვენი აზრით აქვს ამ შეთანხმებას რაიმე პერსპექტივა? აი ამ შეთანხმებას ბოლოს არ აქვს ახლა უკრაინა თითქოს დაითანხმს. უკრაინა სიხარული დათანხმდებოდა. იმიტომ რომ იქ პირობებიც არაა ჩადებული არაფერი უკრაინის არ მოთხოვეს ისეთი პირობები, რომელიც შეიძლება დააინტერესოს რუსული მხარე. ანუ რუსული მხარე თავიდანვე ითხოვს უკრაინული ჯარების გაყვანას ზაპოროჟიეს, დონეცკის, ლუგანსკის და ხერსონის ოლქიდან. ეს არ არის ეს მოთხოვნა იქ არ არის. უკრაინელები ამას ამვალდებულებას არ იღებენ ერთადერთ ვარდაბულებას, რომ შეწყვეტენ ცეცხლს ერთი თვის განმავლობაში. და ეს უკრაინულ მხარეს დღეს აწყობს. ჰაერში და ზღვაზე შევწყვიტავთო ცეცხლს, ისე აცხადებენ გეგონება, მაგათი ფლოტი და ავიაციით არის ავსე იკავრობა. ხო, და ახლა რუსეთის წარმატებები სახეზეა, თუმცა რა თქმა უნდა მე შორსავარი მაზრისაგან რომ რუსეთს ისეთი წარმატებები აქვს როგორც თავის დროზე საბჭოთა კავშირის კურსკსა და აი ამ ფრონტზე რაც ასე უნდა აღნიშნოთ ძალიან გაუჭირდა რუსეთს კარგული მიზეზების ზუსტად იმის გამო რომ ის კაპიტალისტურია და არ არის საზოგადოება ისეთი კონსოლიდირებული როგორც იყო სხვა სისტემაში და იმ სხვა ხელმძღვანელის პირობებში მაშინ ის ქვეყანა ასე რომ ამას პერსპექტივა არ აქვს რუსული მხრიდან ჯერ არ ყოფილა საბოლოო რა თქმა უნდა პასუხი ხვალზე იქნება მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ამაზე არ დათანხმდება მე მაინც ბატონ გიორგის
ესე იგი სათქმელს დაუბრუნდები. ბაბუამის ბატონო როგორც გავიგე, ჩვენ საუბრობდით ერთად სტუდიაში შემოსვლამდე ბაბუამისი ჩამოვიდა გადასახლებიდან, გადასახლება. კი ბატონო. ამის შემდეგ ბატონო ჩემო თბილისში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა, მოიყვანა მეორე მეუღლე. კი ბატონო, კი ბატონო, კი ბატონო. კარგი ქალბატონი, შექმნა ოჯახი და ძალიან კარგი პირობები, ასე თუ ისე შექმნა. კილასურში ცხოვრობდა ორსართულიანი სახლი, რომელიც გახდა სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, მაშინ ხო და გახდა იქ ადგილობრივი ეს აფხაზეთი მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო, ქართველ მწერალთა თავმჯდომარე იყო, ხო ეს უბრალოდ და იმ ეგრეთ წოდებულ დიქტატორულ და პოლიტიკურ არადემოკრატიული ადამიანის რეაბილიტირება სისტემას და ქვეყანას იმ პიროვნებასთან, რომელიც პოლიტიკური მიზეზით იყო და არა უსაფუძვლოდ გადასახლებული ჩრდილოეთის იქაც მოუყვანია იქაც დაოჯახებულა იქაც ხონდა ეს გადასახლებული ისეთი არ იყო ისეთი პრიგავორი არ იყო ადამიანის უფლებები იქ ეგრეთ წოდებული უფლებები ციხეებშიც ასე თუ ისე დაცული იყო ციხეებშიც და ახლა ბატონ გიორგის შეუძლია ესეც კი მოყვეს ციხეები რას ემსახურებოდა საერთოდ ის სისტემაც საერთოდ ჯამში ემსახურებოდა ადამიანის გამოსწორებას იყო ეს მართლაც მიზანი ბატონო და სოციალიზაციას რო გამოვიდო და იმის შემდეგ ვალდებულება იყო ასეთი რომ ხელი შეეწყოთ სოციალიზაციისთვის თუმცა საქართველოს დღევანდელ კანონმდებლობაშიც ეს ვალდებულება არის თავარი მიზანი იყო ადამიანის გამოსწორება თავარი მიზანი იყო პრაქტიკაში რა ხდებოდა თორე კანონში ეხლაც ეგრე წერია მაგრამ ციხეში რომ მოხვდე ჯვარი მწერია მე ვიცი რომ გამოვალ ამ ქვეყანაში დაღუპული ვარ არც სამსახურში მიმიღებს არავინ სახელმწიფო სახლს მომცემს კი არა ბანკი მანამდე გამოაგდებს შემოჯახს იმ სახლიდან სანამ ციხეში ვიქნები და გაუბედურდები ელემენტარულად ეს იყო აკრძალული ჯერ ერთი ბინები არ იყო კერძო საკუთრება იყო სახელმწიფო თუმცა ეს მთელი ცხოვრების მანძილზე გადაეცემოდა მემკვიდრეობით სინამდვილეში მაგრამ ყიდვა გაგვიდის საგანი იყო არ იყო არც მიწა არც ბინა არც რამე უძრავი ქონება მით უმეტეს იპოთეკურ სესხს შენ ვერ აიღებდი ქონებას ვერ ჩადებდი სესხში აკრძალული იყო ბანკები ამაზე არ მუშაობდნენ ეს ბანკები მუშაობენ ამაზე 95% რომ გააღარიბონ ხალხი და მისი ქონება ჩაიგდონ და არა ფეხებზე გედია ქუჩაში დარჩება ეს ადამიანი თუ არა ეს აი პრაქტიკაში რამდენად ხორციელდებოდა აი მე გეტყვი მე ერთ აი რაც ბატონმა თემურმა ბრძანა ხო იმასთან დაკავშირებით იქ უფრო ხო ვითომ სახელი და ჩვენში ისე წარმოაჩენენ რომ იქ რა თქმა უნდა უამრავი რაღაცა ხდებოდა ის ცოცხალი სოციალური ორგანიზმი იყო და თავისი გადახრებიც იყო რა თქმა უნდა შეცდომებიც იყო დანაშაულიც ხდებოდა კაცო ეგრე კი არ იყო რომ სუნთლად მაგრამ საქმე რაშია აი რასაც ბატონი თემური ბრძანებს ადამიანის უფლებები იმ ციხეშიც დაცული იყო ისედაც თუმცა ამაზე დღეს როგორ არის დღეს უფრო მეტი საუბარი ადამიანის უფლებების დაცვაზე, ვიდრე რეალურად კეთდება ადამიანის უფლება რომ დაცული იყოს. ეს ყველაფერი არის აი დღევანდელ დღეს მე ვადარებ აი ფოკუსნიკი რომ რასაკეთებს ფოკუსნიკი რაღაც აი ამ თავისი ილუზიას გიქმნის აი თავისი ამ ხელების манипуლირები და ყველაზე მთავარი მოქმედება ხდება ზურგს უკან. იმ ილუზიონისტის ზურგს უკან. აი ეს არის დღევანდელი ცხოვრება და იქ უფრო მეტი სიპატიოსნე იყო. შეიძლება იქ ესე არ საუბრობდნენ ადამიანის უფლებებზე, მაგრამ რეალურად იქ უფრო დაცული იყო ადამიანი. აი თუნდაც კიდევ ერთხელ რა თქვენ ბრძანეთ, შალვა მაღლაკელიძესთან დაკავშირებით, ხო? კაცი ვერმახტში მსახურობდა და პასტერზე მოკვდა, გარდაიცვალა სიბერით, ხო? ბაბუაჩემის მაგალითი, ხო? პოლიტიკური მოწინააღმდეგე ითვლებოდა, ხო? ტროცკისტული მუხში პირდაპირ ეწერა ტროცკისტული იდეების დამკვიდრების გამო ხო კილასურში ორსართულიანი მე იქ თელი ბავშვობა იქ ამას გატარებული და თეთრი გემი რო შემოვიდო და ეს ზღვა მოჩანდა ბაბუას მეორე სართულიდან რა პირდაპირ ესე კილასურის თევზზე არის შეფენილი რა
ის რა ქვია და აი როგორც ჩემთვის სოხუმის დაკარგვა, ხო, სოხუმის დაკარგვა რა გითხრა, ჩემი ბავშვობა თითქოს ჩემი ბავშვობა დაიკარგა რა, იმიტომ რომ მთელი ბავშვობა იქა მაქვს გატარებული. პირველი მანქანის გატარება, პირველი ეხლა მამაკაცები ვარ და დაუშვათ ხო რაღაც აი რო ჩამოდიოდნენ ისა ხო, პირველი ის სასიყვარულო ურთიერთობები, რაღაცეები ხო, ყველაფერი აი სოხუმთან მაქვს დაკავშირებული, იმიტომ რომ შეიძლება მე იქ არ დავბადებულ ვარ, მაგრამ არ დადეგები დაიწყებოდა თუ არა და 3 თვე, ნუ იქ ვიყავით, 2 თვე იქ ვიყავით. გააქვთ მოლოდინი რომ შეიძლება ეგ საკითხი მართლაც ღმერთმა ნუ რა არის იცი ჩემო ბატონო თენგო ღმერთმა ნუ მოგვიშალოს მაგრამ ერთი დღე ნუ გათენდება ისეთი რომ მაგის იმედი და სანამ პირში სული მიდგია და ცოცხლები ვარ ჩვენ ყველანი ხო ჩვენ ყოველთვის იმედით ვიქნებით მაგრამ ამას უნდა ჭკვიანური პოლიტიკა ამას უნდა დაალაგებულად ყველაფერი აი ახლა მე მაგალითად ხო დღევანდელი ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკა ჯერჯერობით მე რა ვიცი მე არ უნანოფ რო ხმა მივეცი დაუშვათ ხო აი ოცნებას და იმას ჯერჯერობით არ უნანოფ ხო და ღმერთმა არქნას რომ სანანებელი გამიხდეს და მე რატომღაც მჯერა რომ ამ საკითხსაც ნელ-ნელა რა თქმა უნდა თუ ეს აქ 10 ჯერ უფრო შენელებული იქნება, იმიტომ რომ აქ მტრები იმდენად არიან გამძვინვარებულები ეხლა, რომ ყველაფერზე ხელის მომწერები არიან და ყველაფერზე, ამიტომ ამათანაც ისეთი მოქცევა არ შეიძლება, როგორც დაუშვათ ადრე ხდებოდა, ხო? ამათანაც რაღაც ოქროშუალედი უნდა იქნას მონახული, რომ ამათი ნეიტრალიზება მოხდეს. კაი გაგებით ახლა პოლიტიკური გაგებით ნეიტრალიზებას ვიძახი და თან ამავე დროს იმ საკითხების დაალაგება რომ რუსეთთან ჩვენ ნელ-ნელა ამაზე საუბარი უნდა დავიწყოთ და რაღაცა გარე ფაქტორებიც ვნახოთ როგორ შეიცვლება ცოტა ხანში აი ტრამპის გაპრეზიდენტება ამის საფუძველს გვაძლევს და ვნახოთ რუსულ-ამერიკული შეთანხმება ალბათ იქნება ამ ყველაფრისთვის გადამწყვეტი დიდი მადლობა მინდა გადაიხადოთ ბატონებო გადაცემაში მონაწილეობისთვის ჩვენთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა და მადლობას გიხდით ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა განსაკუთრებით ბატონი გიორგი პირველად იყო ჩემი სტუმარი და დიდი მადლობა ამისთვის თქვენს რა თქმა უნდა ბატონო თემურ მადლობა სტუმრობისთვის და შეგახსენებთ რომ ბატონი გიორგი გვასალია და თემურ PPI იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები მაყურებელსაც დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ჩვენ ხვალ შევხვდებით ერთმანეთს ნახვამდის კარგად